მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ დღეს ჩვენი სტუმარია კონსტიტუციონალისტი და იურისტი დავით ზედელაშვილი მოგესალმებით დავით დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენ დიდი ხანია აქვს ორს თქვენი მოწვევა და როგორც იქნა ეს მოვახერხეთ საუბრის თემა რომელზეც ასე ვთქვათ ჩვენ ვისაუბრებთ დღეს არის ვიღაცა შეიძლება მოეჩვენოს ძალიან თეორიულად, მაგრამ ჩემი აზრით ის ძალიან პრაქტიკულია იმავდროულად ჩვენის ამ თემაზე საუბარი ძალიან გჭირდება. და საუბარი შეეხება მარტივად რომ ვთქვათ სამართლისა და თანამედროვე სამართლის და ზოგადად სამართლისა და რელიგიის მიმართებას ერთმანეთთან. კერძოდ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, რას ეფუძნება ეს სამართალი ჩვენს ქვეყანაში რომელიც აი ახლა იაზრებს ჩემი ღრმარწმენით საკუთარ თავს მე არ ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება პრემოდერნულია მე ჯერა რომ ჩვენ მოდერნიზებული საზოგადოება ვართ უბრალოდ მას ჯერ არ მოდერნის ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც საზოგადოებას ჯერ არ გაუაზრებია სინამდვილეში რას წარმოადგენს ის შესაბამისად რას ეფუძნება ის სამართლებრივი პოსტულატები, ის ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებენ ხოლმე და რას ეფუძნება, რაზეა დაფუძნებული ეს ყველაფერი და რასთავარი არის თუ არა ის ოპოზიციაში ქრისტიანულ რწმენასთან კერძოდ მართლმადიდებლურ რწმენასთან არის თუ არა როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი იერარქი წერს ეგრეთ წოდებული ლიბერალიზმი აჯანყება ცოდვის გაგების წინააღმდეგ და როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში ძალიან ხშირად აღნიშნავენ მოსპობა სხვაობისა კარგსა და ცუდს შორის აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვჭირდება აქ იურისტი იმისთვის რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ძალიან მარტივად რომ დავიწყოთ. რას ეფუძნება თანამედროვე სამართალი? რა იდეას ეფუძნება თანამედროვე სამართალი? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვეხებით ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებს. ზოგადად ეს არა მხოლოდ თქვათ თეორიული მნიშვნელობის, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია და პირველ რიგში, როდესაც ჩვენ საუბრობთ კავშირზე, ხო, ანუ შესაძლო კავშირზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს რელიგიასა და სამართალს შორის, ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში შეიძლება გქონდეს ერთგვარი შიში იმისა, რომ ამგვარი პირდაპირი კავშირი შეიძლება იწვევდეს დამატებით პრობლემებს, ხო? იმ ნაწილში, რომ რელიგია ყოველთვის უკავშირდება რას, ანუ თანმიმდევრულ ყოვლისმომცველ სისტემას, ეთიკურ სისტემას, მათ შორის კარგი ცხოვრების შესახებ და როდესაც ჩვენ საუბრობთ ამის შესახებ, ხომ არ გამოიწვევს ამგვარი დაკავშირება ან დაქვემდებარება, ხო? ანუ ყველას რა თქმა უნდა ახსენდება ის გამოცდილება რელიგიური სამართლის სისტემებისა ან სამართლის დაქვემდებარება, მოდი ასე ვთქვათ, რელიგიური ეთიკისადმი, ხო? ანუ რა თქმა უნდა ამგვარ მარტივ კავშირებამდე ეს არ დაიყვანება და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში სტრუქტურაზე ზოგადად საზოგადოების სტრუქტურაზე, სამართლის სისტემის სტრუქტურაზე და გარკვეულწილად სტრუქტურულ ანალოგიებზე, ხო? ანუ პირველ რიგში სწორედ ამ ფონზე შეგვიძლია გავიაზროთ მათ შორის თანამედროვე სახელმწიფოსთვის და თანამედროვე სამართლის სისტემისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ცნებები, როგორც არის მაგალითად სეკულარიზმი, ხო? რომლის მნიშვნელობაც სადავოა ხშირად და რომლის მნიშვნელობაც არა მხოლოდ სადავოა, არამედ შეიძლება მისი მნიშვნელობის შესახებ ნათელი წარმოდგენები არ არსებობდეს ან ნაკლებად არსებობდეს. ახლა რომ დაუბრუნდეთ თქვენს კითხვას, ხომ? არის თუ არა რაიმე ისეთი სამართლის სისტემის საფუძველში და ფუნდამენტში, რომელიც შეიძლება გამორიცხავდეს, რომელიც იყოს, ვთქვათ, რადიკალურად ანტირელიგიური. პირობითად. თუნდაც აი მაგალითად და ეს გულისხმობს იმას, მოიცავს თუ არა, ანუ არის თუ არა მაგალითად სეკულარიზმი, ანტირელიგიურობა თავისი შინაარსით. და ამაზე უნდა, რა თქმა უნდა, გავცეთ ცალსახად უარყოფითი პასუხი.
იმიტომ რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ სამართლის სისტემის საფუძვლებზე, ჩვენ საუბრობთ რაზე? არა სისტემაზე, რომელიც არის რაღაც უსახო და მშრალი წესებისაგან შექმნილი. არამედ წესების სისტემაზე, რომელიც ვრცელდება ადამიანებზე, რომელსაც ქმნიან ადამიანები და რომლის საფუძველზეც მოქმედებენ ადამიანები. სულ მცირე რაც ნებისმიერ ადამიანური ისინი უბრალოდ როგორც ბუნებითი სამართალი ამბობდა აღმოაჩენენ. ანუ ადამიანი შემოქმედია ამ კანონშემოქმედია თუ კანონის არქეოლოგი აღმომჩენი. ამ ნაწილში ხო და სწორედ ამ ნაწილში უნდა დავაზუსტოთ, ხო? ანუ მათ შორის რას გულისხმობთ შექმნაში, ხო? შექმნაში კონკრეტული წესებისა, ოღონდ არსებობს თუ არა რაღაც ფუნდამენტური წესები სამართლის შიგნით, მათ შორის, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სამართალი, ზოგადად რას უნდა ემსახურებოდეს სამართალი. და პირველი ასეთი ფუნდამენტური დაშვება, რომელიც ნებისმიერ სამართლის სისტემას ჭირდება, ეს არის თუ ვინ არის მისი სუბიექტი, ადამიანი. ანუ ვიზეც ეს წესი უნდა გავრცელდეს, ხო? და ამ ნაწილში ჩვენ გარდაუვლად მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ჩვენ განსაზღვრულ დაშვებებს ვაკეთებთ ხოლმე ადამიანურ სუბიექტზე, რომელიც ხშირად მოცემული არის სამართლის სისტემის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებში, აი თქვენ ახსენეთ ბუნებითი მაგალითად, ბუნებითი უფლებები. ხო, ანუ რას განსაზღვრავს ბუნებითი უფლებები? ხო, ანუ ბუნებითი უფლებები გვაძლევს აღწერას რას? ადამიანური სუბიექტისა, ხო? რომ ადამიანი თავისუფალია, რომ ადამიანი ღირსების მქონეა, რომ ადამიანი თანასწორია, რომ ადამიანი გონიერი არსება საბოლოო ჯამში აი ამ დაშვებათა ერთობლიობა ქმნის რას? ჩვენს წარმოდგენას ადამიანზე, ხო? რომელიც მათ შორის სამართლის სისტემის შიგნით მოვიაზრებთ, ხო? ან ამ წარმოდგენამ შექმნა ეს სამართალი. ანუ ძალიან მარტივად რა ვთქვათ, ქრისტიანები, ქრისტიანული, ასე ვთქვათ, ქრისტიანი ინტელექტუალები, ბევრს გაეცინება ამაზე, მაგრამ ასეთებიც არსებობენ. როდესაც კრიტიკას ისმენენ, ისინი ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ეს მთელი სამართლებრივი სისტემა, რომელიც თითქოს ჩაისახა რელიგიასთან ოპოზიციაში, საეკლესიო ინსტიტუტთან ოპოზიციაში, სინამდვილეში რაიმე ახლის შემოქმედი კი არ ყოფილა, არამედ რაღაც გონების შუქზე დაინახა ის ადამიანი პიროვნების ის სახე, რომელსაც ქრისტიანობა იქამდე გადაგებდა, უბრალოდ პოლიტიკურ სისტემაში ეს სხვაგვარად იყო განხორციელებული. ძალიან მარტივად რა ვთქვათ, განმანათლებლობის ეპოქა ადამიანის ახალი იდეალი კი არ შექმნა ღმერთთან ოპოზიციაში, არამედ ღმერთი გაწია გვერდზე და დატოვა პიროვნების, ანუ ღმერთის ასე ვთქვათ, პირდაპირი განხორციელება ძალაუფლების გაწია გვერდზე და ადამიანი ჩვენ დავინახეთ კვლავ ქრისტიანული, რაღაც განწმენდილი, ახლებური ქრისტიანული სახით, რომელსაც სწორედ, რაც თქვენ ბრძანეთ, აქვს თავისუფალი ნება. რაც დღეს ასეთი ცხადი აღარ არის, ხო? დღეს ბევრი ადამიანი დააყენებდა ეჭქვეშ აი ამ რაღაც იდეას, რომ ადამიანს ჩვენ გვაქვს თავისუფლება, რომ იქნებ ჩვენ ვართ რაღაც ბიოლოგიური პროცესების, შემთხვევითობების, ფიზიკური, ქიმიური კანონების უხეში ჯამი, რომელიც რაღაცებს აკეთებს, არა იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა, არამედ იმიტომ, რომ ასე არის მოწყობილი. ანუ მხოლოდ ილუზია არსებობს იმისა, რომ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, თანამედროვე სამართლებრივი სისტემის მიმართ კითხვა ჩნდება ასე. რატომ უნდა დაიცვა ის, თუ ის საკამარისად არ არის დასაბუთებული? რითი განსხვავდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ჩვენს კანონმდებლობაში სავალდებულოდ მოცემული პოსტულატები იმისგან, რასაც თქვენ ბრძანებდით, ხო? რაც ასე უხეშად გამოიყურება, ხო? თეოკრატიული რეჟიმებისგან, არა მხოლოდ წარსულში, არამედ ჩვენს თანადროულად, ხო? აი აქ ჩვენთან სულ რამდენიმე კილომეტრში ირანში მაგალითად ჩარიათის წესები. აი ამ კითხვას რომ უპასუხოთ. ხო, ამ ნაწილში ჩვენ უნდა განვასხვაოთ, მათ შორის აი ეს მორალური შინაარსი, რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენ და თავისთავად ეს შინაარსი მორალურია, ნებისმიერი დაშვება ადამიანზე, ადამიანურ სუბიექტზე, მას გვინდა არ გვინდა, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, აქვთ მორალური შინაარსი. არის თუ არა ამ შემთხვევაში ეს პრობლემა, ანუ აქცევს თუ არა პრობლემურად ის, რომ მაგალითად ქრისტიანული თეოლოგიის გაგებასთან, ქრისტიანობის გაგებასთან ადამიანის შესახებ ამას მსგავსება აქვს.
წესით არა, ანუ არ აქცევს ამ შემთხვევაში არ არის, ანუ ამგვარი თუნდაც შინაარსობრივი მსგავსება ან სტრუქტურული მსგავსება. ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოქმნის და ეხლა განსხვავებაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კიდეში დიფერენციაციაზე, ხო, რომელიც აქ უნდა მოვახდინოთ და მათ შორის მიზნებზე, რომელიც სამართლის სისტემას შეგვიძლია დაუკავშიროთ, ხო? ანუ პირველი რა მიზანი შეიძლება არსებობდეს ადამიანისთვის, თუნდაც შიგნით, ხო? ანუ რელიგიები რა თქმა უნდა განსხვავდებიან, მაგრამ ჩვენ რამდენადაც ვეხებით აი დასავლურ მეტნაკლებად ქრისტიანულ მემკვიდრეობას და ყველაზე მეტად რელევანტური ეს ჩვენთვისაც არის, ჩვენ უნდა აქ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ქრისტიანობა არის ხსნის რელიგია, ხო? ანუ ის არის ხსნის თეოლოგია, ადამიანს სთავაზობს ხსნის გზას, ხო? ანუ საბოლოო ხსნის გზას. მაგრამ რამდენად უკავშირდება აი ეს ხსნის გზა თავად სამართლის სისტემას ან ადამიანთა საზოგადოებრივ ცხოვრებას. ხო? ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევეცადოთ და დავინახოთ რამდენად უკავშირდება მაგალითად ჩვენი დაშვება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი არის თავისუფალი არსება. აი ამ თავისუფალი არსების ხსნა რამდენად უნდა ვეძიოთ ჩვენ არსებულ პოლიტიკურ რეჟიმში ან არსებულ სამართლებრივ რეჟიმში. და ამაზე მე ვფიქრობ, მათ შორის პასუხი, რაც თავად ქრისტიანულ ასე ვთქვათ, ქრისტიანობას ჰქონდა, ხო, მისი განვითარების მანძილზე, არის სწორედ ის, რომ ეს არ შეგვიძლია, რომ ამგვარი კავშირი დავინახოთ. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ არსებული სამართლებრივი სისტემა, არსებული პოლიტიკური რეჟიმები, ანუ არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებს არ უნდა დაუკავშიროთ ადამიანების ხსნის მოლოდინი. ანუ პოლიტიკური რეჟიმი, სამართლის სისტემა ვერ გვიხსნის. სამართლის სისტემა მათ შორის ვერ გვიხსნის რატომაც? იმიტომ რომ ის ჩვენ თავისუფლებას აღიარებს და ის თუ ჩვენ თავისუფლებას აღიარებს, ის აღიარებს მათ შორის იმის შესაძლებლობას, რომ ჩემი თავისუფალინების მოქმედების შედეგად მათ შორის მე შეიძლება ჩემთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღო, ხო? ანუ ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომელიც არა მხოლოდ მე დამაზიანებს, არამედ შეიძლება წინასწარ განსაზღვრულიც არ იყოს, ხო? ანუ მეორე მხრივ ეძიო სამართალში ხსნა ნიშნავს რომ იძულებაა, ხო? ნიშნავს გააუქმო არჩევანი და რაღაც სათნოების ტირანიის დამყარებით, ანუ ძალიან მარტივად რა თქვა, ქრისტიანი ღმერთი არ იქნება კმაყოფილი თუ ფორმალურად იძულებითი კარგი და კეთილი სათნო ქცევა სახეზე იქნება, განხორციელებული იქნება, მაგრამ ადამიანის პიროვნული თანხმობა ამასთან დაკავშირებით არ იქნება გამოვლენილი, ხო? ანუ მაგალითად მე შემიძლია ავკრძალო შაურმის და სახაჭაპურის გაყიდვა, ეს ძალიან ცნობილი მაგალითია მარხვის პერიოდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე ვერ ჭამეს ვერც ხორცი, ვერც ყველი რაღაც ორგანული საკვები, ხორციელი საკვები, მათ იმარხულეს, ხო? სინამდვილეში, ანუ ეს ამას არ უდრის. ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ანუ ხსნა არ უკავშირდება იძულებას. მათ შორის ქრისტიანული თეოლოგია ამ ნაწილში ძალიან ცხადია და ხსნა არა მხოლოდ არ უკავშირდება იძულებას, არამედ შეუძლებელია, რომ იძულებითი მოქმედებით და იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანს თავისუფლება გააჩნია, ოდესმე შეძლო შენთვის წინასწარ სასურველი შედეგის განჭრედა, ხო? განჭრედა, არა მხოლოდ განჭრედა, პროგნოზირება, მიღწევა, ხო? მიღწევა იმისა, ხო? ანუ აი თავისთავად ის მარტივი კითხვა, თუ ღმერთი ასეთი მოწყალეა, ხო? ანუ ასეთი კეთილია, თუ მას ადამიანთა ხსნა სურს, ხო? ანუ რატომ ეს მთელი პროცესი, ხო? ანუ მათ შორის თავად ცოდვის ან ბოროტების არსებობის პრობლემაც, ხო? ანუ ქრისტიანობაში რაც ჩნდება, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ადამიანის თავისუფლება აქ გადაულახავი ბარიერია, ხო? ანუ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ქრისტიანობა თავისთავად იძულებას არ უკავშირებს ხსნის პროცესს, ხო? ანუ ესეც ადამიანის თავისუფლების ნაწილი არის, ხო? შესაბამისად, მათ შორის რომ ის გზა, რომელსაც ქრისტიანობა როგორც რელიგია განსაზღვრავს, გაიაროს. და ეს წარმოუდგენელია, რომ არსებობდეს სამართლებრივ დონეზე. რომ სამართლებრივად იყოს აღსრულებული და აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, რომ სამართალი ამ დროს იყენებს რას? იძულებას. და იძულების გამოყენებისას ყოველთვის ეს უნდა გვახსოვდეს, რომ იძულების შედეგები ყოველთვის არის შეზღუდული და ვერასოდეს ვერ იქნება წინასწარ პროგნოზირებადი, მათ შორის აი შეუძლებელი არის, რომ კონდეს თანაფარდობა, ანუ რაღაც იდეალებს ერთის მხრივ,
მაგალითად, სრულყოფილი სამართლიანობის იდეალი შეიძლება თუ არა, რომ ოდესმე განვახორციელოთ ამ ქვეყნად, ხო? ანუ თუ ჩავხედავთ მაგალითად იგივე ქრისტიან წმინდა მამებს, ხო, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ჰქონდათ ამ წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ანუ მათ ნაწერებში ეს ცხადად ჩანს, რომ არ შეიძლება, რომ სრულყოფილი სამართლიანობის იდეალები დაუკავშირო არსებულ პოლიტიკურ სისტემებს, არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებს, ან ის იმედი, რომელსაც რელიგია გაძლევს, მისი განხორციელება რამენაირად მიაბა, რამენაირად დაუკავშირო პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ იძულებას. ანუ ამ შემთხვევაში ის ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ის საფუძველიც და ასე ვთქვათ მიზანიც, რომელიც გააჩნია არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებს, არის თავიდანვე შეზღუდული, ხო? ანუ თავიდანვე არის შეზღუდული და ეფუძნება რა საბოლოო ჯამში? გააზრებას, ხომ? ანუ გააზრებას მათ შორის ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობებისა. ანუ ერთ-ერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო? ანუ დასაწყისშივე, როდესაც ჩვენ საუბრობთ ფუნდამენტურ დაშვებაზე, ეს ფუნდამენტური დაშვებები მოიცავს ადამიანის თავისუფლებასაც და მათ შორის იმის გაგებასაც, რომ ადამიანის ეს დაშვება ძალიან შემთხვევით ხომ არ არის შემცვლელი სიტყვა იმ მოძულებული სიტყვისა, რასაც ქვია რწმენა. ეს დაშვებაა თუ რწმენა იმისა, რომ შენ თავისუფალი ხარ. ძალიან მორცხვად ჩვენ რაღაცებს ვარქმევთ ხოლმე დაშვებას, აპრიორის აქსიომას, რის მიმართაც, ხო? ანუ რწმენა რა არის, ხო? რასაც გონებით ვერ ამოწმებ, არ არის მეცნიერული პროცესის შედეგად მიღებული და დამტკიცებული და შემოწმებული და დაცდილი, ასე ვთქვათ. რა არის ეს თუ არა რწმენა? და თუ ეს რწმენაა, მაშინ ამ რწმენის იძულების მექანიზმი კი არ გვათავისუფლებს რაღაც რწმენის იდეალისგან. ის საკუთარ თავს სწორედ რომ რწმენით აფუძნებს და არა გონებით. ანუ ჩვენ თუ შევთანხმდებით ძალიან მარტივად იმას, რომ მეცნიერებისგან ეთიკა არ მიიღება, ანუ მეცნიერება ვერასდროს ვერ გვეტყვის, ვერასდროს ვერ გამოწიწკნის სამყაროს, რომელიც ჩვენ იმავე სამეცნიერო მოდელში არის შემთხვევითობის შედეგი, ყოველ შემთხვევაში ენა, რომელზეც ეს მეცნიერება დაწერილი რაღაც უარყოფს, აი ამ რაღაც საზრის ის უარყოფს რა, არ ახსენებს ამას მარტივად რომ ვთქვათ, ეს მისი კატეგორია არ არის, მისი შესწავლისაგანი არ არის. თუ მივიღებთ ამ შემთხვევითობას, გამოდის რომ ჩვენ სინამდვილეში არა მხოლოდ ვერ გავმსჯით, ვერ მივიღებთ მორალს მეცნიერებისგან, არამედ როდესაც ამ მორალით სამართალს დავაფუძნებთ, სინამდვილეში ჩვენ განვახორციელებთ დავაფუძნებთ ეგრეთ წოდებულ ახალი რწმენით, დავაფუძნებთ რაღაც იძულებით წესრიგს, რომელიც შესაძლოა მეტად დიდ სივრცეს ტოვებთ ეს იმისთვის, რომ სხვებმა იარსებონ, სხვა რწმენა წარმოდგენებმა იარსებონ, მაგრამ იქამდე სანამ მას არ შეექმნება საფრთხე. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, იქამდე სანამ ეჭქვეშ არ დადგება თავად აი ამ რწმენის არსებობა, რომ ადამიანი არის თავისუფალი, რომ მას შესაბამისად აქვს პასუხისმგებლობა, რომ შესაბამისად არის რა ადამიანი პასუხისმგებლიანი არსება, ჩვენ შეგვიძლია ის დავიჭიროთ, მაგალითად ციხეში ჩავსვათ, ხო? არის თუ არა საერთოდ ციხე მაშინ ასე ვთქვათ მორალური რამ. აი ამ საკითხს როგორ უყურებთ თქვენ? ჩემ მსჯელობაში, რომელიც ასე ვთქვათ რაღაც სახის კრიტიკას იმეორებს, რას ხედავთ ასე ვთქვათ ისეც, რომელიც არ არის სწორი თქვენი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს სწორი და არასწორი საკითხიც ვიღაცამ დააყენოს ეჭვში.
ხომ არა თავისთავად როდესაც ჩვენ საუბრობთ ხომ ანუ ამ ფუნდამენტურ დაშვებებზე ვინმე შეიძლება ჩათვალოს რომ ეს არის წმინდა რწმენის საკითხი მაგრამ ანუ იმ ნაწილში ჩვენ რაზეც საუბრობთ ხო რომ მათ შორის თანამედროვე ფილოსოფიაშიც ეგ ყარად არის დამკვიდრებული ხო მოყოლებული თუნდაც დევიდ ჰიუმიდან რომ აი შეუძლებელია მაგალითად ფაქტობრივიდან ნორმატიული გამოიყვანო ხო ანუ დააფუძნო მაგალითად აი ეს არის რაც არის იქიდან გამოიყვანო უნდა ხო ანუ ნორმატიული კატეგორია სწორედ ამაზე მიუთითებს ხო ანუ ჩვენ არ შეგვიძლია რომ ფაქტობრივად დავადასტუროთ მათ შორის აი ეს ყველა ფუნდამენტური მორალური ისევ ამ სიტყვას გამოვიყენებ დაშვება მორალური ატრიბუტი რომელთა ჩვენ ადამიანს მოიხსენიებთ ხო ანუ აქედან გამომდინარე ნიშნავს თუ არა რომ ჩვენ ვაფუძნებთ რაღაც ფუნდამენტურ რწმენაზე ვაფუძნებთ საზოგადოებას ხო მაგრამ ანუ აი ამ თავისთავად სტრუქტურის მორყევა მოდი ასე ვთქვათ ხო არ გამოვა იმიტომ რომ შეიძლება შეიცვალოს პარამეტრები ამ დაშვების ჩვენ შეიძლება განსხვავებული დაშვებები გავაკეთოთ ადამიანზე განსხვავებული მოთხოვნები წაუყენოთ საზოგადოებას განსხვავებულად ჩამოვაყალიბოთ შინაარსობრივად მაგრამ სტრუქტურა საზოგადოებასთან დაკავშირებით, ხო, როდესაც ჩვენ საუბრობთ თუ ვინ არის ადამიანი, ანუ ვინ არის სუბიექტი, ანუ ვინ არის მოქალაქე. აი ამ საკითხებზე ჩვენ როდესაც დასკვნებს ვაყალიბებთ, ხომ? რა თქმა უნდა, ეს ფუნდამენტური სტრუქტურა ჭირდება აბსოლუტურად ყველა საზოგადოებას. ანუ ახლა რამდენად არის ან უნდა ეფუძნებოდეს ეს საკითხები ჭეშმარიტებას ან არ უნდა ეფუძნებოდეს საჭიროებს თუ არა ის ჭეშმარიტებას საჭიროებს თუ არა ეს ჭეშმარიტ სტატუს ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი ხო ანუ თანამედროვე პირობებში ანუ ჩვენ ვთანხმდებით რაზე რომ მათი ჭეშმარიტების სტატუსზე დავა ჩვენ ხელს არ მოგცემს ანუ ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ხო ანუ გქონდეს ერთგვარი ფართო კონსენსუსი მოდი ამ საკითხზე კონსენსუსი რომელსაც შეიძლება სხვადასხვა მათ შორის სხვადასხვა რწმენის ადამიანებიც იზიარებდნენ ხო ანუ მათ შორის დაშვებას იმაზე რომ ადამიანი არის თავისუფალი არსება შეიძლება ქრისტიანისთვის ფუნდამენტურად მისაღები იყოს მისი რელიგიური გადმოსახედით მაგრამ შეიძლება მეორე ადამიანისთვის ხო რომელიც პირობითად თქვა ჰუმანისტია ისთვის ამ ჰუმანისტური პერსპექტივიდან იყოს და ამაში რელიგიურ საფუძველს ვერ ხედავდეს ახლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შემდგომში რაღაც ტიპის სტრუქტურულ მსგავსებებზე ჰუმანიზმს ვუწოდოთ რა სეკულარული რელიგია მაგალითად ჭყალებში და ვთქვათ რომ ის ახდენს რაღაც სეკულარიზაციას გარკვეული რელიგიური იდეებისა ხო და მინიმუმ წმიდას კატეგორიაში აქცევს ადამიანს და ნუ მაქსიმუმ ადამიანს მოიაზრებს ღმერთად, ხო? კი ბატონო. და ამ საკითხში ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ფუნდამენტურ უთანხმოებაში, ხო? ან რამდენად აქვს ამას გავლენა, ან მათ შორის რამდენად არის აი ეს სტრუქტურა თავისთავად, რამდენად უკავშირდება იმ გავლენას, რაც თავის დროზე რელიგიებმა დატოვეს. ან რაც თავის დროზე თუნდაც თქვათ ქრისტიანულმა რელიგიამ დატოვა. ხო, აი ცნობილი თეზისი, რომელიც სამუშაო თეზისი, რომელიც თქვათ მე-20 საუკუნის ამ პოლიტიკურ თეორიებში, ან მხოლოდ პოლიტიკურ და სოციალურ თეორიებში გამოიყენება, ეს არის ცნობილი გერმანელი იურისტის და პოლიტიკური თეორეტიკოსის, ანუ მისი სახელის ხსენებას ცოტა ერიდებიან ხოლმე, მისი ნაციზმთან აფილირების გამო ერთი პერიოდი, კარლ შმიტის თეზისი, რომ ყველა ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ცნებაო სახელმწიფოს თეორიის ან პოლიტიკური თეორიისა ეს არისო სეკულარიზებული თეოლოგიური ცნებები. ეხლა რას გულისხმობდა ის ამ სეკულარიზებულ თეოლოგიურ ცნებებში, ხო? ანუ მათ შორის ეს შმიტის ეს თეზისი უკავშირდება ასევე ცნება სეკულარიზაციისა, თავად რომელიც მეორე დიდ გერმანელ სოციალურ თეორეტიკოს მათ შორის მაქს ვებერს უკავშირდება, ხო? და ეს სეკულარიზაცია მაინც და სეკულარიზაციაში მაინც და მაინც შმიტი არ გულისხმობს იმას, რომ ეს ცნებები ინარჩუნებენ საკუთარ თეოლოგიურ შინაარსს ან მორალურ შინაარსს. მაგრამ ინარჩუნებენ სტრუქტურას.
ინარჩუნებენ იმ სტრუქტურულ ადგილს, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ანუ რასაც ისინი ასრულებდნენ ადრე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკუთარი შინაარსის, მოდი ასე ვთქვათ, ფუნდამენტური ტრანსფორმაცია განიცადეს, ხო? აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ხო? ანუ შმიტისთვის პოლიტიკურ თეორიაში მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი ცნება, ანუ პოლიტიკური თეორიის განსაზღვრებაში იყო ეგრეთ წოდებული რელიგიური ცნება პირველადი ცოდვისა. რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა ამ თეოლოგიურ ცნებას, მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა პოლიტიკაში, იმდენად, რამდენადაც მიუთითებდა პოლიტიკური დაპირისპირების გარდაუვალობაზე. არასრულყოფილებასაც ცხადყოფდა. მათ შორის ადამიანისას, ანუ მათ შორის იმისა, რომ ადამიანი თუ შეეცდებოდა, რომ მაგალითად კონფლიქტი დაეძლია, კონფლიქტის შესაძლებლობა მოესპო საერთოდ და მიეღწია მაგალითად ისეთივე ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, როგორიც არის მაგალითად 64-ში, ხო, ანუ 64-ის წარმოდგენა, ანუ 64-ზე წარმოდგენა რეალურად განეხორციელებინა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, ხო? ანუ შმიტი იღებს აი ამ თეოლოგიურ კონცეფტს და მას ანიჭებს პოლიტიკურ მნიშვნელობას, ოღონდ წმინდად პოლიტიკურ მნიშვნელობას. ანუ მასში აღარავით არის მორალური თეოლოგიური შინაარსი აღარ რჩება. აქ არის შემოქმედსაც აღარ საჭირო. იგივეს თუ აიღებ, ხო? აი მაგალითად თუ ავიღებთ მე-20 საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილ რეალისტ ავტორებს. ეს რეალისტი ავტორები რითი გამოირჩევიან, ხო? ანუ ისინი საერთაშორისო კონფლიქტს მიიჩნევენ როგორც პერმანენტულ კონდიციად. ანუ მიუხედავად ომის კატეგორიული აკრძალვისა საერთაშორისო დონეზე, როგორც ხედავთ, ომი არ ქრება. ანუ ის რჩება მუდმივ მოცემულობად, ხო? ანუ პოლიტიკური კონფლიქტი რჩება ადამიანური ცხოვრების მუდმივ მოცემულობად და აქედან გამომდინარე ის არის მუდმივი პოლიტიკური კატეგორია. მისი შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არა გაქრობა. ხო და წესები სწორედ აქ შემოდის. რომ წესები მიმართულია არა აი ამ ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, ნიშნის ადამიანებში, ხო, რომ მათ შორის კონფლიქტი მუდმივად არსებობს, მათ შორის განსხვავებებიდან გამომდინარე, მათი თავისუფლებიდან მათ შორის გამომდინარე. ანუ თავისუფლების შედეგი რა არის? თავისუფლების განუხრელი შედეგი არის ადამიანთა შორის განსხვავებულობა და განსხვავებულობა წარმოშობს უთანხმოებას. და განსხვავებულობა წარმოშობს კონფლიქტს, რომლის მართვა წესების საფუძველზე ადამიანებისთვის როგორც გონიერი არსებებისთვის შესაძლებელია, მაგრამ რომლის აღმოფხვრაც იძულების მეშვეობით. შეუძლებელია. აქ მივიდივართ კიდევ ერთი სამართლის სისტემის ფუნდამენტურ კატეგორიაზე, რომ სამართალი მიმართულია რისკენ? ადამიანთა მოქმედებისაკენ. ანუ სამართლით ფასდება, წარიმართება ადამიანის მოქმედება. სამართალი არ ეხება რას? ადამიანის შინაგან სამყაროს, ადამიანის რწმენას, ადამიანის შეხედულებებს, ხო? ვერ შეეხება, ხო? ანუ ეს ხო თავისთავად ცხადია, რომ რაცა უნდა დავწეროთ ჩვენ სამართალში. რაცა უნდა ჩავწეროთ, რომ მაგალითად ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს მაინც და მაინც ერთმანეთი. ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ სამართლის მეშვეობით ადამიანებს ერთმანეთი შევაყვაროთ. ჩვენ შეიძლება შევძლოთ რა, ანუ სამართლის აქაც შეზღუდული მიზანია, ხო? ადამიანის მოქმედების წესებისადმი დაქვემდებარებით და ამ წესების აღსასრულებლად იძულების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას. მაგრამ ის თუ ჩვენ უფრო მაღალი მიზნები გვაქვს, მაგალითად ის რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, ერთმანეთის მიმართ ძმობით იყვნენ გამსჭვალული, კონფლიქტი მინიმიზებული იყოს და ასე შემდეგ, აი ამ მიზნებს ჩვენ სამართალს ვერ დაუკავშირებთ, იძულების გამოყენებას ვერ დაუკავშირებთ. დავით, თქვენს მსჯელობაში ზოგადად აი ამ მსჯელობაში ჩემი აზრით კიდევ ერთი რაღაც არის საჭირო, რაღაცის გააზრება საჭირო და ეს არის თავად გააზრების ფაქტის არსებობა. ანუ ადამიანს აქვს უნარი იყოს სკეპტიკური ყველანაირი ნორმატიული ნორმის მიმართ და ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ ხოლმე, რომ მათ არ ჭირდებათ ესეთი დაშვებები, რომ ნიჰილიზმი, გამუდმებული სკეპსისი, გამუდმებული ეჭვები, გამუდმებული კითხვები არის მათი მამოძრავებელი, ასე ვთქვათ, ძალა, ისინი ვეღარ პოულობენ
ხელშესახებ საფუძველს იმისთვის, რომ რაღაცაზე თქვან კარგი ან ცუდი. კარგისა და ცუდის კატეგორია ქრება. გამომდინარე იქიდან, რომ მისი დასაბუთება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი კონსერვატორი, მათ შორის საქართველოში შიშობს, რომ ადამიანები თუ ისინი გაიაზრებენ, თუ მათ მიეცემა თავისუფლება, გამუდმებულ რეფლექსიაში იყვნენ, დაკარგავენ ნორმის მიმართ პატივისცემას, ისინი აღარ იცხოვრებენ ნორმების მიხედვით და ჩვენ არამხოლოდ გაგვიჭირდება თანაარსებობა განსხვავებულ კულტურებთან, არამედ გაგვიჭირდება თანაარსებობა ერთმანეთთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ვერც ერთ ნორმაზე. ჩვენ გაგვიჭირდება შევთანხმდეთ რაღაც ნორმაზე. იმიტომ რომ თავად მიზნები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ ყველა ადამიანმა იცხოვროს მეტნაკლებად კარგად და თითქოს ეს რაციონალურია, შესაძლოა ყოველთვის მართალი არ იყოს, იმიტომ რომ მე თუ მოვიპოვებ ძალაუფლებას და მე შემეძლება დავამონო ვინმე, ჩემთვის მე ვერავინ დამისაბუთებს, რატომ არის ეს ცუდი. თუ არ წამოაყენებს ნორმატივს, რომ ადამიანი არის თავისუფალი, რომ ის არის ღირებული, რომ მას აქვს ღირსება, ხომ არ არის საფუძვლიანი აი ეს ეჭვები მათი მხრიდან, ხომ არ არის საფუძვლიანი ეს შიში, რომ ადამიანები საკუთარი გონების მიმართ კი შესაძლოა ადამიანი აცნობიერებდეს გონების შეზღუდულობას, მაგრამ ასევე აცნობიერებდეს ნორმის შეზღუდულობას, რომ ის სინამდვილეში არაფერს ეფუძნება. მათ შორის ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ხომ ანუ უნდა გავითვალისწინოთ სწორედ ის რომ თავისთავად სამართლის სისტემა უკვე ითვალისწინებს აი ამ შეზღუდულობას ხო ანუ სწორედ ვაღიარეთ მათ შორის იმასაც რომ სამართლის სისტემა არ ეფუძნება რაღაც სრულყოფილ ჭეშმარიტებებს ხო ანუ არ ეფუძნება სრულფასოვან ჭეშმარიტებებს ანუ არ ეფუძნება რაღაც სრულფასოვან მოცემულობებს მოდი ასე ვთქვა კარგი ცხოვრების შესახებ ხო ანუ ვერ დაუკავშირებთ ამას ამ მოლოდინებს სამართლის სისტემას და მაშინაც კი როდესაც ჩვენ შევეცდებით ხო ანუ აი ამაზე საპასუხოდ უნდა ვთქვათ სწორედ ანუ მაშინ რა არის შემდგომი არჩევანი ანუ ამის საპირისპირო არჩევანი რომ ადამიანებს შევეცადოთ რომ კარგის და ცუდის გარჩევის სრულყოფილი საზომი მივცეთ იძულებით ანუ აი ეს კონტრკითხვა უნდა დავსვათ ხო ანუ მაშინაც კი როდესაც ანუ ჩვენ ადამიანს მივანდობთ ხო მათ შორის არჩევანის ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც თითქმის ინდოქტრინაციული სასკოლო სისტემა ადამიანებს ჩავუნერგოთ ეს კულტურული ნორმატივები ბავშვობიდან მათი პასუხი ეს იქნება აღზარდოთ ბავშვები აი ამ ნორმებზე რომ მათ გაუჯდეთ ეს ჩვევაში იმისთვის რომ რაღაც პერიოდი არ დადგეს რომელიც საზოგადოების თვით დესტრუქციას გამოიწვევს როდესაც საზოგადოება გადაწყვეტს აღარ ითანამშრომლოს ინდივიდები გადაწყვეტენ აღარ ითანამშრომლონ ერთმანეთთან ამ შემთხვევაში ანუ სწორედ ამ ნაწილში უნდა იყოს ეს დამაჯერებელი არგუმენტი რომ თავისთავად ხო ანუ გადავდივართ ხო ანუ თუ არის ეს თქვათ თეოლოგიური გამართლება თუ აქვს ხო და ანუ თუ საუბრობ ახლა თეოლოგიური პოზიციიდან მაშინ ეპასუხები იმით რომ თავისთავად ხო ანუ აი ეს ადამიანის მოდი ასე ვთქვათ სულებზე მმართველობა მათი სულებზე პატრონობა არასოდეს არ ყოფილა და არასოდეს არ გამხდარა რა იძულების ასე ვთქვათ ან პოლიტიკური ხელისუფლების საქმე ვერასოდეს ვერ გახდი იძულების ან პოლიტიკური ხელისუფლების საქმეს თუმცა მეორეა რამდენად უკავშირდება აი ეს სულებზე პატრონობის ძალაუფლება
რამდენად შეიძლება კონდეს ინსტიტუციას, მაგალითად რელიგიურ ინსტიტუციას და რამდენად შეიძლება იყოს ეს ძალაუფლება მის ხელში მოქცეული, ხო? ფაქტია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ასეთი ძალაუფლება არსებობდა, ხო? ანუ ასეთი ძალაუფლება არსებობდა შუა საუკუნეებში და ასეთი ძალაუფლება აღარ არსებობს, თქვათ იგივე თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებს თუ ავიღებთ, ხო? ანუ ეს ძალაუფლება სულებზე პატრონობისა, რომელიც შეიძლება რელიგიას ქონოდა, გაუჩინარდა რელიგიიდან, მაგრამ არ გაუჩინარებულა სრულად. ეს ძალაუფლება შეითავსეს ვინ? იქაურმა მაგალითად კეთილდღეობაზე მზრუნველმა სახელმწიფოებმა, ხო? ანუ სახელმწიფოებმა, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობას დაპირდნენ, ხო? და თუ სულებზე მზრუნველობა მაგალითად საეკლესიო ასე ვთქვათ, საეკლესიო ძალაუფლებაში, ხო? ანუ მაგალითად პასტორის ძალაუფლებაში იყო დაპირება არა ამ ქვეყნიური კეთილდღეობისა მაინც და მაინც, არამედ მისი სულის გადარჩენისა მომავალში. და ამით მაინც შემოიზღუდებოდა. ამით მაინც იყო შეზღუდული, რომ მისი ცხოვრების მართვა და გამგეობა აქ პასტორის მიერ პირობითად, ხო? ანუ მხედველობაში მიიღება იმისა, რომ მისი სულიერი შვილი ჭალებში ცხოვრობს ჭეშმარიტების შესაბამისად. იძლეოდა პირობითად დაპირებას რაღაც სამომავლო ხსნისა, თუ ამას იღებს თანამედროვე სახელმწიფო. თანამედროვე სახელმწიფო პირდება რას? კეთილდღეობას აქ და ახლა, ხო? აი ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დინამიკა, რომელიც უნდა გავიაზროთ, ხო? იმიტომ რომ ამ დროს დგას რა, ანუ ძირითადი პრობლემა დგას რასთან? ანუ ჩვენ ვაღიარებთ თითქოს ადამიანის თავისუფლებას, მათ შორის შესაძლებლობას, რომ არჩევანი გააკეთოს აი ამ ფუნდამენტურ მორალურ კრიტერიუმებს შორის იკეთისა და ბოროტების და ბოლომდე არ ვენდობით, ხო? ანუ აი ეს არის ლიბერალიზმის შიდა დასავლური კრიტიკა, სწორედ ამასაც ეფუძნება, ხო? რომ თქვენ ვერ ითვალისწინებთ ადამიანის საფუძვლებს, ანუ როდესაც შენ სჯი ადამიანს იმის გამო, რომ მას სჯია და მოიპარა პური და შენი სამართალი არის აი ასეთი და შენ სჯი ადამიანს, რომელმაც რა ვიცი მოიპარა, რა მოიპარა? რაღაც ფუფუნების მიზნით მოიპარა. და შენ ამას ასე ვთქვათ, ქვაფში ხარ შავ ამ ორ ადამიანს. სინამდვილეში შენ იღებ სამართალს, მაგრამ არ იღებ სამართლიანობას რაღაც ფუნდამენტური გაგებით, ხო? ანუ აი სამართლიანობას იმ გაგებით, რაც უკავშირდება ადამიანის იდეალს პირობითად. ანუ თქვენ ხართ კრიტიკა ეფუძნება აი ამ ლიბერალური, კონსერვატული ლიბერალიზმის, შეიძლება ასე ეფუძნება სწორედ აი ამ კონტექსტის გაუთვალისწინებლობას, რომ თქვენ ვერ ხედავთ ამას. რას უპასუხებთ? რა არის ამაზე პასუხი? არის პასუხი? ამაზე პასუხი არის სწორედ ის, რომ ჩვენ შესაბამისად საზოგადოებრივ სისტემას, ხო, ანუ ვერ დაუკავშირებთ, ხო, ანუ ეხლა კონტრპასუხი იქნება, ხო, ანუ პრაქტიკულად ახლა რაც აღწერეთ, ხო, ანუ აი ეს აღწერეთ გარკვეულწილად შეზღუდული ხელისუფლების იდეა, გარკვეულად სტრუქტურულად დავაკავშირეთ რაღაც ტიპის მათ შორის თეოლოგიურ ცნებებთანაც. თუმცა მათი სტრუქტურული მსგავსების მიუხედავად არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც იზიარებდე მაგალითად შეზღუდული ხელისუფლების იდეას იმის გამო, რომ პირობითად რაღაც თეოლოგიური ცნების ამ გამიჯვნის მათ შორის ვთქვათ ამ ქვეყნიურ პოლიტიკურ სისტემასა და იმ ქვეყნიურ ხსნას შორის გწამს. არ არის მნიშვნელოვანი, ხო? აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ხო? მაგალითად რესპუბლიკური პარტიის ამერიკაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერები არიან ევანგელისტები, რომელთა რელიგიური რწმენიდან გამომდინარე უჭერენ ისინი მხარს რა შეზღუდულ ხელისუფლებას, შეზღუდული ხელისუფლების იდეას, ხო? ანუ მათთვის მიუღებელია, რომ ხელისუფლება ასრულებდეს, მოდი ასე ვთქვათ, იმ ფუნქციებს, რასაც ისინი როგორც რელიგიური ასე ვთქვათ გაერთიანებები ასრულებენ ერთი და რა ფუნქციაც მათთვის მათ საკუთარ პერსონალურ რწმენას აქვს, ხო? ისინი ამ იდეას შეზღუდული ხელისუფლებისა უჭერენ რელიგიური იდეიდან გამომდინარე, თუმცა იგივე თუმცა ძალიან ხშირად ძალიან არათანმიმდევრული არიან, ხო? შეიძლება არათანმიმდევრული არიან, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში ურევენ რას? შეზღუდული ხელისუფლების იდეას, ანუ ისინი უარს ამბობენ რაზე? ადამიანთა, მოდი ასე ვთქვათ,
სულების ხსნის საქმიანობაზე ისინი კატეგორიულად წინააღმდეგები არიან პოლიტიკური ხელისუფლების ხელში იყოს, მაგრამ ისინი არ ამბობენ უარს თავად ამ ძალაუფლების არსებობას. ანუ ეს ძალაუფლება მათთვის, მათ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ორგანიზაციებისთვის აქვთ, ასე ვთქვათ, განკუთვნილი, ხო? და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოითხოვს თუ არა, ხო? ანუ აი მათ შორის ლიბერალიზმი როგორც ასეთი, ხო? ანუ როგორც პოლიტიკური იდეოლოგია ადამიანის თავისუფლების შესახებ, რომელსაც შეიძლება კავშირი აქვს, ან არ აქვს კავშირი, ხო? ანუ ქრისტიანულ, ასე ვთქვათ, თეოლოგიასთან რამდენად მოითხოვს იმას, რომ ეს ძალაუფლება გაქრეს, ან ამ ტიპის ძალაუფლება გააქრო, მოდი ასე ვთქვათ, ამ ტიპის ძალაუფლება გააქრო საზოგადოებიდან, ხო? აი მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ, ხო? ანუ აი ერთი რასაც ლიბერალიზმი მოითხოვს სულ მცირე იმას, რომ სახელმწიფომ არ შეითავსოს. ყოველ შემთხვევაში ეს კლასიკური კონსერვატიული გაგება ლიბერალიზმისა, სახელმწიფომ არ შეითავსოს რა, აი ადამიანის სულების პატრონობაზე ფუნქცია. სახელმწიფომ არ წაიღოს ეს, სახელმწიფომ არ გამოიყენოს იძულება, ხო? აი მარტივ მაგალითს ავიღებ, ხო? მაგალითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები დავობდნენ, რომ მათ უნდა ქონოდათ სასამართლოში დავის შესაძლებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ შინაარსთან დაკავშირებით. და იქ სასამართლომ ცხადად გასცა პასუხი, რომ მე ეთიკურ საკითხებზე სასამართლო განსჯადობას ვერ დავუშვებ, იმიტომ რომ ამას ექნება გამოხატვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი გამყინავი ეფექტი და ანუ პრაქტიკულად რაც ირიბად უთხრა, რომ მე აი ამ ადამიანის სულების პატრონობაზე იქ პირდაპირ მოიხსენიებდნენ, ან მოსარჩელები ამბობდნენ, რომ ჩვენ სულიერი შვილების, ასე ვთქვათ, სულიერ შვილებს წამლავსო, ხო? ანუ ის შინაარსი, რომელიც ამ ტელევიზიით გადაიცემა. და ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ამას, ანუ საკუთარ ეთიკურ შეხედულებებს სახელმწიფოს იძულებით, სასამართლოს იძულებით ვერ მოახავს, სახელმწიფო აქ უნდა დარჩეს ნეიტრალური, ანუ სახელმწიფომ ეს ფუნქცია არ შეიძლება რომ აიღოს. მაგრამ აი მეორე პრობლემა რაც აქ შეიძლება იყოს, ხომ, არის ასევე თუ ლიბერალიზმს დავინახავთ რაღაც ყოვლის მომცველ იდეად კარგი ცხოვრების. და მაგალითად შევეცდებით რას, ანუ მათი სულიერის, იმ მოსარჩელეების, სულიერი შვილების გათავისუფლებას ბრჭყალებში, რომლებიც არიან კონკრეტულად იმ ორგანიზაციაში და შეიძლება იღებდნენ მაგალითად დირექტივას, ხო? საკუთარი სულიერი მამისგან პირობითად რა გადაცემას უყურონ, ან რა გადაცემას არ უყურონ, რა წაიკითხონ, რა არ წაიკითხონ, ხო? ანუ ლიბერალისტვის თითქოს, რომელიც მოქმედებს აი ავტონომიურობის იდეალის გადმოსახედიდან, ეს შეუთავსებელია თავისუფლებასთან და ის ადამიანი მათ შორის უნდა გავათავისუფლოთ საკანონმდებლო იძულების გამოყენებით. და ჩემი გადმოსახედიდან, ხომ, ანუ აი ეს ძალიან შეზღუდული, ანუ აი ეს კონსერვატიული გაგება, მათ შორის ამისაგანაც ხელშეგუშლის, იმიტომ რომ თუ ის ადამიანი აკეთებს როგორ ნებაყოფილობით არჩევანს, რომ ვიღაცის სულიერი შვილი გახდეს, და ეს აგრესიული სეკულარიზმის აკრძალვა, ძალიან მარტივად რა ვთქვა. ჩვენ მე ვფიქრობ, გადაცემა ბოლოსკენ უნდა წავიყვანო, მე ვფიქრობ, რომ არ შეგვიდარებია ერთმანეთს, აი ეს რაღაც თითქოს რაღაც წარმოსახვითი ორი ბანაკი რო არსებობს საქართველოში, ხო? რაღაც კონსერვატული და ლიბერალური, ხო? ჩვენ არ შეგვიდარებია ერთმანეთისთვის ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა მიგვაჩნია კარგ სახელმწიფოდ. რა მიგვაჩნია მომავალი 10, 20, 30, 40 წლის განმავლობაში სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ მინიმუმ დაგვაკმაყოფილებდა. ანუ ძალიან მარტივად რა ვთქვა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ცხოვრება ადამიანს, რომელიც არის ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი და უკიდურესი ვერსია რო ავიღოთ, რაღაც ლიბერალი ათეისტი პირობითად, ხო? აი ორი თითქოს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი, ხო? როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, რას ავუკრძალავთ ერთმანეთს, ხო? აი ძალიან თავისუფლად რო განსაჯოთ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს
ჩემი აზრით მე ვერავის ვერ დავეთანხმებოდი აი ამ ორს შუა, იმიტომ რომ მე არ მჯერა აგრესიული სეკულარიზმის, მე მიმაჩნია რომ სკოლაში არ უნდა იქადაგებოდეს რელიგია, მაგრამ მე არ უარყოფ რელიგიური სკოლების არსებობის იდეას. მე მიმაჩნია რომ არ უნდა მოგვახვიონ თავზე ძალადობით, იძულებით თავსმოხვევას რასაც ეძახიან ხოლმე ის კი არა რომ მეტყველებდა თავსმოხვევას ეძახიან, იძულებით ძალადობის მონოპოლისტის ხელით, არმიით და პოლიციით საკუთარი იდეები, მაგრამ სრული უფლება უნდა ქონდეთ იმისთვის, რომ იქადაგონ, გაავრცელონ, ააშენონ, იმეტყველონ ისე როგორც სურს, ისევე როგორც ხვებს, ხო? და ბოლოსკენ იმასაც თქვენ საუბრობდით უკვე, ხო? აი თვით დესტრუქციის შესაძლებლობებზე და ასე შემდეგ. სიამოვნებაში ჩემი აზრით ეს შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამი არასდროს აღარ დაიბადება ახლიდან. ანუ ძალიან მარტივად რა ვთქვათ, ადამიანი არასდროს დაიბადება მას არასდროს გაუჩნდება გონება და აზრები, თუ ის არ გაიზრდება და შესაბამისად აღიზრდება, ხო? შესაბამისად კულტურა ყოველთვის იქნება განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი იყოს სოციალური არსება. საიდანღაც ვერ გამოითვლება ადამიანი, რომელსაც აქვს გონება, აქვს აზროვნება, მაგრამ არ აქვს გამოცდილება. სადაც არ აღუზრდიათ, ხო, ის მშობლებს, ანუ ძალიან მარტივად რა ვთქვათ, ეს ზრდასრული მაუგლის არსებობის და გონიერია მაუგლის არსებობა შეუძლებელი გონია და ბოლოსკენ სანამ დავამთავრებ გადაცემას, მე მინდა შესაძლებლობა მოგცეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაამატოთ თუ რაიმე დაგრჩათ სათქმელი. კი ბატონო, ანუ შევაჯამოთ ხომ, ანუ ეს ყველაფერი, რაზეც საუბრობდით და შესაბამისად დასკვნები ალბათ რაც უნდა გამოვიტანოთ ურთიერთმიმართებისა, ხომ? აი ამ სამი მოდი ასე ვთქვათ სფეროსი, რა შეიძლება ვისწავლოთ მაგალითად რელიგიისგან, პოლიტიკას და სამართალთან ურთიერთდამოკიდებულების ნაწილში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც პოლიტიკა არის საბოლოო ჯამში კონტექსტი, ხო, ან პოლიტიკურად ორგანიზებული საზოგადოებებში გვხდება ჩვენ სამართლის სისტემები, ანუ აი ამ ნაწილში დასკვნა რაც ალბათ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მათ შორის მიზნების განსხვავებულობა, რომელიც არსებობს, მათ შორის ურთიერთმიმართება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ურთიერთმიმართება არასოდეს არ არის ცალმხრივი ან ურთიერთდამოკიდებული. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია აქ დავასკვნათ, მათ შორის იმისთვის, რომ რელიგიას საკუთარი ადგილი ჰქონდეს საზოგადოებაში, ხო? ჩვენ ვასკვნით რას, რომ ის მიზნები, რაც რელიგია შეიძლება ჰქონდეს, არ არის არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად განხორციელებული მიზნები. და ეს ეხება ყველა, მოდი ასე ვთქვათ, და ამაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გქონდეს, ანუ რელიგიის სფეროდ წარმოვისახოთ რა, ანუ ეთიკა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ანუ ადამიანები, ვთქვათ, რელიგიაში პოვებენ კარგი ცხოვრების შესახებ, ან ხსნის შესახებ საკუთარი წარმოდგენების, ასე ვთქვათ, განხორციელებას, მაგრამ ზღვარი, რომელიც პოლიტიკაზე და სამართალზე გადის, არის მათი იძულებით განხორციელების ზღვარი. და აი ამ ნაწილში უნდა ვთქვათ, რომ ეს ვრცელდება ყველაზე და ეს ვრცელდება არა მხოლოდ რელიგიაზე, არამედ უნდა გავავრცელოთ სწორედ ამ ნაწილში ყველა ყოვლის მომცველ ეთიკურ შეხედულებას. ანუ ჩვენს ყველანაირ წარმოდგენაზე კარგი ცხოვრების შესახებ, იმიტომ რომ აი ერთადერთი პირობა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გქონდეს, შესაძლებლობა, რომ კარგი ცხოვრების, საკუთარი იდეალების შესაბამისად ცხოვრება მაქსიმალურად შევძლოთ, თუმცა გარანტია ვერ გვექნება, რომ ყოველთვის ბოლომდე შევძლებთ განხორციელებას, ხო? მათ შორის მაშინაც თუ ეს იდეალი მოითხოვს რას? მე მავალდებულებს იძულებას, რომ იგივენაირად სხვამაც იცხოვროს, ხო? რა თქმა უნდა, ეს პერსპექტივაც ეფუძნება რა იმ ფუნდამენტურ დაშვებებს, რაც ადამიანის შესახებ ჩვენ გავაკეთეთ, ხო? ან ჩვენ თუ უთანხმოება გვაქვს, ჩვენ თუ ვერ თანხმდებით ამაზე, ჩვენ თუ ადამიანს ასეთად ვერ აღვიქვავთ, მაშინ შეიძლება რაც ახლა თქვით, არის განსაზღვრება და სიმართლე. თუ ეს ასე არ მოხდება, იქნება თქვენი აზრით ცუდი? ანუ რას თქვენ ახლა თქვენ ჩამოაყალიბეთ არა მხოლოდ აზრები, არა მხოლოდ დასკვნა, არამედ ეს არის ეთიკური სისტემა, რომელიც თქვენი აზრით არის ერთი და სწორი. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მე ვამბობ, რომ ანუ
ეს არის ის ეთიკური, პოლიტიკური, მათ შორის მორალური დაშვებები, რომელიც შეგვიძლია მოვიაზროთ თანამედროვე საზოგადოების, თანამედროვე სამართლის მიღმა და ამის მიღმა როგორც კი გავდივართ, ყოველთვის ვაწყდებით პრობლემას. ხო, ანუ ყოველთვის ვაწყდებით, ანუ ერთის მხრივ შეიძლება გადავაწყდეთ თუ ამ ზღვარს რელიგიის სასარგებლოდ გადავკვეთ და რელიგიის ეთიკურ შინაარსს შემოვიტანთ სამართალში, მაშინ ვაწყდებით რელიგიური ფუნდამენტალიზმის პრობლემას და თუ ამ ზღვარს გადავკვეთ რომელიმე სეკულარული ეთიკური სისტემის ან ეთიკური წარმოდგენის სასარგებლოდ, ასეთ შემთხვევაში იგივენაირ ფუნდამენტალიზმთან შეიძლება გქონდეს საქმე. და აქედან გამომდინარე სტატუსი, რომელიც აი ამ აკრძალვას ეხება, ხო? შეიძლება ამ სტატუსზე ცალკე ვიდაოთ, ხო? ჩვენ შეიძლება ვიდაოთ რა მის ჭეშმარიტ სტატუსზე. მაგრამ მეორეს მხრივ ხო, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა, ანუ ამ პრინციპების ჭეშმარიტ სტატუსზე დავას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მაინც რომ ამ პრინციპების ჭეშმარიტი სტატუსი დავაფუძნოთ, ხო? და ეს ჭეშმარიტება? არის თუ არ არის ჭეშმარიტება, ანუ ასე მივალთ სადამდე, ხო? ანუ რა თქმა უნდა, აბსურდამდე რომ რაღაცა ჭეშმარიტებას აჭირა. ანუ აბსურდამდე მივალთ, აბსურდამდე რედუქცია შევძლებთ, ხო? და ანუ ამ ნაწილში ჩვენ რა თქმა უნდა ვეფუძნებით რაღაც ტიპის ჭეშმარიტებებს. ყოველ შემთხვევაში ვაღიარებთ რაღაცას ჭეშმარიტებად მაინც. კი, მე ვფიქრობ, რომ მე ვიზიარებ ამ შეხედულებას, რომ ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტების აღიარება იმისთვის, რომ დავეფუძნოთ რაღაცას, იმიტომ რომ ყველა სხვა სისტემა, რომელიც მეტყველების დაწყებისას ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტება. აქ უნდა გამოვრიცხოთ და ეს იქნება ალბათ საბოლოო დასკვნა, რომ ჩვენ ამ ნაწილში, აი ამ ასე ვთქვათ, სტრუქტურული დაშვებების გაკეთებისას, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ არ ვიგულისხმეთ ყოვლის მომცველი ჭეშმარიტება. აბსოლუტურად გეთანხმებით. და ეს უნდა გავმიჯნოთ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ყოვლის მომცველ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე, ჩვენ საუბრობთ ყოველთვის კატასტროფაზე. მაგრამ პოლიტიკა, რომელიც სრულად თავისუფალი არის რაღაც ტიპის ჭეშმარიტებებისგან, მისი მთავარი მოქმედი პირების და ადრესატების ადამიანების შესახებ, ხო? ამის გარეშეც შეუძლებელია, რომ რაიმე ზოგადად ასე ვთქვათ, აზროვნება გქონდეს, ან აზროვნების სისტემა გქონდეს პოლიტიკის შესახებ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე იმეს დავიტოვებ, რომ კვლავ იქნებით ჩვენი სტუმარი. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ 4 შაბათს. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.